უნდა ეს იყო ძალიან რთული ეს ჩვენი დაწესებულება, პრაქტიკულად ინსტრუმენტები არიან, მაგრამ მინდა ასევე განსაკუთრებით ციფროსკოპს შედრე ეს იყო მაშინ, როდესაც იწყებ ჩვენს მეგობრებს Dear colleagues, dear friends, to start, and now I hear in the past 6 years. Discussed during the days we have been together. Continue to the continuous improvement and readiness. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენმა სამედიცინო გუნდმა EMT ერთმა წარმატებით გაიარა ჭიანდაცვის სოფლიო ორგანიზაციის ვერიფიკაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეიდან ჩვენს ცენტრს, ჩვენს ქვეყანას ყავს სამედიცინო ჯგუფი, რომელიც კრიზისული და გადაუდებელი მდგომარეობების დროს დიმოქმედებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. აღნიშნული სტატუსი კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი შესაძლებლობები და ნებისმიერი გამოწვევისთვის ვიყოთ მზად. So first of all, my congratulations to Georgian emergency medical team with receiving a classification from WHO as emergency medical team type 1 fixed. It's a big achievement, and we know that Georgian team was working on this since 5 years ago. And currently, with this classification, team received rights to be deployed internationally through channels provided by United Nations organizations, including WHO, and also, of course, bilaterally. What it means for the team, it means that their actions are now confirmed as quality actions, and the support provided by this emergency medical team will be well received by affected countries, not only in this sub-region, but also internationally. Am certificates მიღება ჩვენი გუნდისთვის ნიშნავს გამარჯვებას, დიდ ბრძოლას და პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა. ნებისმიერ მეზობელ ქვეყანას და არა მხოლოდ მეზობელ ქვეყანას შეგვიძლია დახმარება გავუწიოთ პირველადი გადაუდებელი დახმარების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყანა წარმოვადგინოთ როგორც დამხმარე გუნდი და ძალიან ვამაყობ ამ certificates მიღებით, ამ გუნდში მონაწილეობის. ეს იყო ხანგრძლივი პროცესი.